გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები კლავ YouTube-ზეა, 391 ეპიზოდს ერთ ეს არ ჩაგვიწერია და ამიტომ უნდა ვთქვა რა. იყო იდეა. ანუ ის დავჯექით ხო ისე კალაპოტში. კი, გამოიწერეთ, მოიწონეთ და კომენტარი დაწერეთ, ზარი ჩართეთ და აზარუნეთ იყო ეგ. დაზარეთ. და ამასთან ერთად კარგი სიახლე გვაქვს ძალიან 15, 16 და 17 კაცები ლაივი ტრადიციულად, რომლის რეკლამასაც ახლა ჯანელა შემოგთავაზებს. მადლობთ. ჯანი 15-ის ცალ-ცალკე უნდა გადაწყვიტო რა 15-ის რეკლამა გინდა გააკეთოთ 16-ის თუ 17-ის იმის მიხედვით მოუწევთ ამათ მე 15-ის. მიდი. ზუსტად მაისის შუაში. ვა როგორ რაიცის შუა გულმაისში. ზუსტად ბელიაშვილის შუაში. 68 ნომერში. გელოდებით საკონცერტო დარბაზში იქნება. ჰოთ-დოგებით. შენ რეკლამაში ჩაამატე. ხო, ჰოთ-დოგები გვექნება, ვინც ვეგეტარიანელები ხართ, ნაჭამი მოვცანთ. ნატო პური დასაწებელა. პური და საწებელა მართლა. ხო. ნიკორა ხორს პროდუქტების ჰოთ-დოგები იქნება ეს. ისე მიმართეთ ექიმს ბოლოში რო არის ეგ უნდა თქვა. ლაბა შე რომელი რიცხვის რეკლამას გააკეთე ამა რომელიმე კონკრეტულის გააკეთა. 15-ის. ბიჭო 15-ის იყო ესა? შუა მაისში ესე დაიწყო 15 მაგითო იყო ვერ მაისი რამდენი? 31-ით. მერე როგორ არის შუა? შუა არის 15 ხამე. ხამეა მე. არა, 16-ია შუა. კაი, 16. შენ გამოიყენე, მიდი. 16. იმის იყო ცრუ შუა 16 მაისს. ნახდათ შუა. დაიცა ნახდათ 31 არის მაისი. კი. ნამდვილად. ნახდათ შუა მაისში 16 19-სა და 00 წუთზე დაიწყება 15-ში რო იყო იმაზე გაცილებით მაგარი შოუ კაცები ლაივი გაცილებით უფრო მეტი ჰოთ-დოგით და გემრიელი საწებელებით. თემატო მეტი ჰოთ-დოგით რატო არ აპირებ მაგ დღეს ჭამას შენ? იმიტომ რომ იმის გამოცხადებულზე არ ამგონია ვინმე ჰოთ-დოგი შეჭამა. 17 მოუწია იყოს რა. ნუ მიწია? ჩემ გამოცხადებულზე. მათთვის. ვინც 15-ში და 16-ში ვერ მოახერხა მოსვლა, სიურპრიზი გვაქვს. არანაირი მაისის შუა. მაისის მეორე ნახევრის დასაწყისი. აურიდია რეკლამები. ხალხი საუკეთესო ლაივი. იმორზე ბევრად და მაგარი. ნიკორა ხორს პროდუქტების ჰოთ-დოგები. დავძიროთ ერთმანეთები? მონარჩენი ნომრები. ნომრები რომლებიც 15 და 16-ში არავის არ მოეწო. არა ხო ხედავ რომ მარტო შენიც. 15-ზე რა უნდა თქვა? აი ეგეთები იქნება 17-ში. არა, ეს მარტო მე რო ვიცი. ეს ხო არის მონარჩენი 15-ზე უნდა იყოს ყვახე. დაუმწიფებელი. სატესტო რეჟიმი რო არხებს რო წერია თქვა. მიმდინარე სატესტო რეჟიმი. ნახდი თუ კიდე 16 რა. ნახდი არის ბოლოს თქმილი უკვე მოიტოვე. შენ რის რეკლამას გააკეთე? მე გიყურებ. იყავი ციგნების იმაზე ბაზრობა. კი, კვირას მივედი და გაყიდე რამე. ძალიან ბევრი ხალხი იყო. და გვიან მიხვედი. გვიან ხო ცოტა ხალხია წესით, გვიან რომ მიდიხარ ცოტა ხალხი. არა, დილით ვიყავ მე და მაშინ იყო ცოტა. ეს უზმოზე წავიდა ხაშივით 6-ზე. მაგრამ მე დილით ვერ ხედავ კარგად და რაღაც ციგნები ვერ შევამჩნი. პატარები ალბათ. ეს ხო პატარა შავი ციგნები. ეს ხო შორს ხედავს კარგად და მე საღამოს. ომი თუ დაიწყო ჩვენ ვიქნებით საღამოს ბატალიონში. ერთად თუ მოახერხეთ რაღაცას. მართლა ვერ ხედავ დილას კარგად. და იცდია თვალების დაბანა. აი, აქ გროვდება რაღაცები. და აი რო გაახელ მე უკვე ხედავ ხო? ცოტა უკვე. სადღაც 12-ის საბასო ჩამოწე, უფრო უკეთესობა არ არის. ჩვენი ისინი ვნახე მეგობრები. იქ რო ვიყავით კალიგრაფიის ცენტრში, მათი კუთხე იყო. კი, მეც ვნახე და მოვესალმე. და დაინახე? არა, ვიცი თვითონ იცნეს. პოსტერი ვიყი. აა. ასოების ის იყო რა. ის რო ადამიანი მაიმუნიდან როგორ გახდა ადამიანი. ხო. ეგეთი იყო ასოები როგორ გახდა მე-5 საუკუნიდან დღემდე ევოლუცია რა. პატარა ციგნაკი მქონდა ბავშვობაში. ამჯერად პოსტერი შევიცი. სად გააკალე? საძინებელში? ჩარჩოს ველოდე.
ჩარჩოს ფესტივალი როდის არის? ციგნების ფესტივალზე პოსტერი იყიდეთ. იმიტომ რომ ვერ ხედავს, პოსტერი ხო დიდია და დაიმო. ორი წიგნი მაჩუკა იმან სულაკაურის გამოცემა. რა წიგნი გაჩუქეს? ერთი არის ქართული იუმორისტული ძველი გაზეთების კრებული. მოხილვა. მეორე არ მახსოვს. როგორ გაუმჯობესოთ ხედველობა? დილით. ბიჭო, თურქული გამოცემები არის, ხო რა, მე რომ თურქული ადრე იყო თურქულისა და ეხლა არ იყო, ეხლა მაგრამ შენ თურქული ლიტერატურა გჭირდება. მე თუ მკითხავ. ხო რომ ის ბაზა არ დაკარგო რაც გაქვს. თარგმანები იყო და ლექსიკონიც ვიყიდე ქართულ-თურქულ. ქართულ-თურქული და არა თურქულ-ქართულ. ქართულ-თურქულ. აი ხა ნააბაროდ სწავლობს რა. ხა აქედან მიუდგა. ეხლა ხო თურქი არავინ არ ყავს, რასაც მოიფიქრებს, ის უნდა რომ გადათარგმნოს. როცა იმათთან კონტაქტს დაიწყებს, მე დაჭირდება თურქულ-ქართულ. აი გაახილა თვალები. აი დაგინახეთ. დავიწყოთ ახალი ამბები? არა, მოიცადე. არ დავიწყოთ? თქვენ არ ყოფილხარ? მე სათევზაოდ ვიყავი. ხო, კარგი. დილით ადრე და ხედავდი. ჩამოგწერეთ. ნახე როგორ ჩამოგწერეთ. აუ, ეს სათევზაოდ. შენ? მე არ წავედი სათევზაოდ. რაღაცით მაინც პლიმუსი. ამაღლდი ამის თვალში. დავიწყო ნიუსები შეიძლება? ეს იყო. ოღონ გვიან მოვიდა ეს. ეს წიგნებზე ვიყავი, ოღონ იქ და ემართა არ გვეყობა ცოცხალი თავი. არაფერი ბევრი ხალხი იყო, რაღაცები ნახეთ, ერთი წიგნი სანდრო მიყიდა. რაღაც წიგნი იას მოეწონა და კაი წიგნი მომეწონა შებრუნდა და აღარ იყო. მე ვიყიდე რაღაც წიგნი. პოსტერები აღარ იყო უკვე ხო? პოსტერების ნაცნობები ვნახე, კალიგრაფიის კუთხეც ვნახე, ჟენი ბიზაშვილის კუთხე ვნახე. კიდე იმის ვნახე, რა ქვია, ტორესას ბლოკნოტების კუთხე ვნახე. კი. დამოვიწყდა რა ქვია? მაგას ქვია. ხო და სხვათა შორის ისეთი რაღაცა მითხრა ტორესამ, რომ დავაფიქსე რომ მეც მაგრიქში. მონუსკრიპტი. ეს ბლოკნოტები რაღაცა ძვირფასად გამოიყურება ხალხი არ იყენებს. ძვირფასად რო გამოიყურება ის ბლოკნოტები, ხალხი არ წერს. და ინახავენ. ხო, ვის უნახავენ კაცმა. და ეგ ბიზნესისთვის დამღუპელია, იმიტომ რომ ერთი სიყიდე და სუგა. ხო, თუ ინახავ. მე ეგ რომ მითხრა დავაფიქსე რომ მეც ეგრე ვარ. რამე არ ჩამიწერია. შვილებს უნახავ ალბათ რა ვიცი. ხო, სახელიც ისეთ ქვია манускრიპტი. რაღაცა გადადე. ახალი ამბები დავიწყოთ. კატეგორია მე მიყვარს სიზუსტე არის პირველი კატეგორია. 2024 წლის აღწერის დაზუსტებული შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 3.929.581-ს შეადგენს. ეს ერთი რაღაცას წაასწრეს რა. 580. ნეტა მე რაც 0.4%-ით მეტია ვიდრე 2025-ის ივნისში რო გამოქვეყნდა. ანუ არაფერი არ გვიკლია 4 მილიონი არის საქართველოს მოსახლეობა რა. ნეტა მე რამდენი ვარ? სად უნდა დავრეკო რომ დათოლაბაძე მე რამდენია? 2.700.000. კი არ გაითვალეთ კი არ გააკეთეს. არა, ეს ხო დათვლილია, ხო? ესე ხო ლზე იქნები რა. ანუ ლზე გვარები. ლზე თავში. ხო. ლემონჯავებამდე. აი ლაბარტყავები არიან შენცი. არა. ლაბარტ, ხო. ლაბარტყავების მერე რა. სკოლის ჟურნალში. ლაბარტყავებსა და ლაბაღუებს შორის ვარჩვენ. თბილისში შუაში იყავი. კი, სადღაც ჯურისკენ. მეგობრებო. თბილისი კვლავ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არის, რა თქმა უნდა, 1.331.485 მოსახლეა. კარგი, იმ რთულს არ ვიძახი. თბილისში მე რამდენია? რაც 34% არის მთელი მოსახლეობის და რეგიონებიდან, რომელი აბა პირველ ადგილზე? რეგიონებიდან აჭარა. იმერეთი შენ გენაცვა. შენ გენაცვა. კატეგორია ისევ ციფრები. ისევ ციფრები. რამდენჯერ უნდა დაგოსანქციონოთ? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. დედაქალაქის მიერ მათქვა ეს ახალი სანქციები ევროკავშირის რომ გამოქვეყნა ამის მერე. ეს იკითხა თუ არა, უფრო ის იყო. ირონიით რა თქმა აი, კითხვის ნიშანიც აქვს და ძახილის ნიშანიც. ხო, არა, არც ეთი არა აქ ამ ნიუსში. როგორ არა? სამჯერ მე აღარა. არა. მანერონდა სანქციები. ამას ვინ ამბობდა შუა ქალაქში?
ერთხელ ორჯერ. ისა კეთევანი. კეთევანი. აი სამტრედი ნახე ეტო სამტრედიული გამოთქვა. წესით ეს გამოთქმარი ეს ერთხელ ორჯერ სამჯერ 15ჯერ ხო იმიდან მოდის ბოლო არის ეს 15ჯერ ჩვენთან ზოგადად 15 არის ყველაზე დიდი აი შეიძლება თქვას რომ რა ამბავია ესე ძიზურა შეიძლება როგორ შეიძლება 20 ლარი იყიდას 21 ლარი 22 15 ლარი 25 არა 15 მაინც უფრო მაგარი იცი რა მაინტერესებს როგორი წერება 15 ესევე 15 ციფრები არა იცი რა მაინტერესებს 15 დამოუკიდებლად არსებობს ხო კი რა 14-ის მერე 15 მოდის კი 15 15 არის 15 არის პლუს აი რამდენი ვარსკვლავია და 15 პლუს უსასრულო 15 ანუ ეს არ მოწონს რომ ბევრჯერ დაასანქცირეს რუსეთი მე-20 ჯერ ხო მე-20 ეს არის ჯერ 15-საც გაცდა და ო ეხლა დაასანქცირეს მე-20 ორბანი როგორ ხო ორბანი მოძურა მოკესტეს დაგროვილი რაც ჰქონდათ ყველაფერი რასაც ორბანი ბლოკავდა გაატანინეს რა ის აღარ შეუძლის ხელს ხო არის მილი რო ეჭედება და ტუკ და კატეგორია ისევ და ისევ ციფრები ეს აი ესე მოდის რა დღეს მათემატიკის გაყვეტილი თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხები 156%-ით გაიზარდა. ორ თვეში 3.6 მილიონი ლარი შევიდა. ნუ აქ ჩემი მაყუთებიც არის. ნეტ აქ მე რამდენი პროცენტი მაქვს. აქ მე რამდენი ხარ არ გაინტერესებს. აქ ბევრჯერ ვიქნები ჩაწერილი. ეს 3 თვეში, ხო? 3 თვეში 300 ლარი ჩემია. მართლა? რატო ჯარიმი? ეხლა თვის ბოლომდე არასოდეს არ დადიხარ და როდის ახერხებამ და ჯარიმი? გაჩერებაზე. რო არ დადის რო დადიოდეს კი და ჯარიმი. გაჩერებაზე. კარებაზე არც ერთხელ არ ხო და გაჩერებას თუ არ დადიხარ, ერთხელ წესიერად გააჩერე და აღარ ხო დაგაჯერე. მაგრამ ეს აჩერებს ავტობუსის გაჩერებაზე არა ბიჭო, არა რა ავტობუსის. არ არის გასაჩერებელი, მიაყენებსადმე მოგდის ჯარიმა. მიაყენებს ღამით როტოვებ მიაყენებს. 300 შევწდი, ადრე ვიხდი და 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლო. შენზე შეიძლება ამიტომ 240. პრომო კოდი არა გაქვს რამე? ბიჭო, ისე ხომ უნდა მომცენ ხა. სისტემატური მომხმარებელი ვარ. ჯარიმების სისტემა. არაცხობ, ჩენი დაკარგვა არაცხობ. რაღაცა 5 ჯარიმა 1 უფასო გამიკეთე რა. მოკოდი არა მაგრამ ახალ წელს ღვინოს გამოგიგზა და ნახევარ გოჭს. და ევაკუატორს. ამთვის ხა კიდე შევუვათ 50 ლარი. შენ დაჯარიმდი? ხო, ის გაუმაზე ის 20%-იანი პერიოდი. მართლა? ხო. ასე რომ კარგად მივდივართ, ჯიგრები ვართ. ეს მარტო პარკინგის არის და კიდე ხო არის წითელზე გავლი ისინი არა, მეც არა. ისინი თავშია. სიჩქარეზე ღერძულად. ეს არის მე მგონი მერიის ჯარიმებია ეს პარკინგის. ის ამას არის კიდე დაამატე ავტობუსის მგზავრებსაც ვაჯარიმებენ ისიც დავაწყდი კაი დიდი თანხა იყო ბიჭო, ამ ავტობუსში მე და მე ხა თუ თქვენც დაგმართნიათ ეგეთი რა. ამ ბოლო დროს დავდივარ ავტობუსში დავდივარ კიდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ სულ რა. და ეს მექანიკურად რო შევდივარ, ან მუსიკას უსმენ, ან რაღაცას ვსკროლავ, ტუპ მივადებ ხოლმე და მე შუა ავტობუსში ვფიქრობ, რომ მოიცა გადავიხადე თუ არა. ეხლა რო ჩავიდეს, ერთხელი არ ჩავო. იქ რო სულ ამოწმემე რა ჩავიდე. ხო, კარგია. და მივდივარ და მეორეჯერ ვარ. მართლა? მართლა გეუბნები. ჩავრთავ რომ ხედავდე იმას, ბარათს და ვადებ მეორეჯერ. იმიტომ რომ რამდენჯერმე ბიჭო მთელი გზა ვფიქრობ, ამის დედაოტრე გადახედა. მე მივხვდი რომ ამდენ ფიქს და ნერვიულად მივადებ კიდე და ვიქრო შეხვიდე მობაილ ბანკინგში. მაინც არ გაჩვენებს. არ გაჩვენებს. არც SMS-ი არ მომდის. SMS-ი არ მოდის. ამიტომ მობილურს უყურებ იმასაც უნდა უყურო და გიწერს იქ რომ დაფიქსი და გადახტან იქ მოვიწყდება და ფიქსირ და თუ არა. შენ წინ ვიღაცა რომ მიადეს ცოტა უნდა დაელოდო რომ შეიცვალოს აბა იქ თუ იცი რაღაც ხო და რა არის იცი შენ წინ ვიღაცა მიადო შენ ვიღაცა გელოდება იქ გადააწოდეთ იმისი დავადე ჩემი დავადე და აირია რა. ოპა ის ტუკ გავიგონე თუ არა მაშინ ეს იყიდე რაღაც ხო არის ერთწლიანი არა გეტყვი რა უნდა ხო მაგრამ ისიც უნდა მიადო თორე რო ჩამოხვა მაინც დაგაჯარიმებ ანუ შენ ის არ გახსოვს ზოგადად მიადე თუ არა მიადე ხო არა რომ მივადე გეტყვი რა გახსოვს კი მაგრამ ტუკ იქნა თუ არა არ მაქვს გეტყვი რა უნდა ქნა რა კამერა უნდა ჩართო მიდების წინ იმას ხორთავო ხო და კამერა რა და ტუკ და გადაღებული იქნება დახედავ და ტუკ
სორი. თუ არ არსებობს გამოსავალი. ზოგი რო თავს იკრავს. კამერა თუ ჩართებ ვეღარ სკროლავ და შენ რო სკროლავ, იმიტომ არ უყურებ. არის თუ უკდო მე გასკროლებ. უპასუხე. კატეგორია ახლა ყველაფერს ომს დააბრალებენ. ანუ კერძოდ დიურექსის და ესე იწყება, ნახე. პრეზერვატივები 20-დან 30%-მდე ძვირდება ომის გამო, ირანიში ომის გამო. მოიცა. აბა გავიაზროთ. არა, ეტყობა რაღაცა იქაური მასალა გამოიყენება ალბათ წარმოებაში. ისევ ნავთობის რაღაცა გამოიყენება. ნავთობი. რადგან რეზინთან კავშირშია, რაღაცა ნავთობთან იქნება ეგ. არა, სხვა რეზინთან ხო. ხო. და შეფუტ აქ ეს ხო ლატექსია, ლატექსი ხო ის არის. რაღაცა სხვა ნივთიერებაა ვიდრე კრეკინგით მიღებული რეზინი, თუ არა? არ ვიცი. ისე მეკითხები რაღაცა პატარა ცეხი მქონდეს იმ ლატექსის. ჩემ ვერსიას გეტყვით, არა ვარ დარწმუნებული. კატეგორია არა ვარ დაწუნებული. თვითონ რეზინაზე კი აი რეზინა მე რაღაცაში ხო არ დამუშავებული, ცვილში თუ ვაზელინში თუ ხო, არის. ეს არის ნავთობპროდუქტი და ის გაძვირდა. გითხარი ლატექსი არ არის ისა. და რატო გონია რომ ნამდვილია? თვითონ იძახს არა შეიძლება არ არის ნამდვილია. ბიჭო, ეს ტყუილა არ იტყვის. არა, ძალიან იშვიათად ამან დამჭერილი შოუ. ესეთ თემაზე და დურექსის თემაზე ყველა არ შემოვიდა. ამან რაღაცა საფუძველი და ის როა ეხა რო არ თქვას რომ ეს რა არის წერია ამაში. შებუთი უკვე ნამხარი აქ წაკითხული. ეკო არავის არ არის წაკითხული. არა, რა მომენტში უნდა წაიკითხო? ხო და აი ძალიან კრიტიკული მომენტი. ცოტა ხანი რო გჭირდება. ბიჭო, ქართველი ხო ინსტრუქციას კითხულობს რაღაცა რო გაფუჭდე. ეს ამდენად სპეციფიკური. ეს ვისაც საკითხული აქ, იმისი ისტორია მაინტერესებს. აი როგორი სახით არ იყო ამაზე გათვლილი. თან არის მათ ხო წვრილად წერია და დილით თუ ვერ ხედავ. აი შევაღამისას არის საკითხული და. ჩვენ რატო ვერ ვაწარმოებთ პრეზერვატივს? აი გარანტიას ვერ ვიძლევით რა. ჩვენ ქართველები კავკასია კაცები რეგიონი საქართველოს კაბელს ხო ვაწარმოებთ? კი. ო ჩვენ არ ვაწარმოებთ სპეციალურად პრეზერვატივს. რატომ? იმიტომ რომ დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს და არ უნდა წავახალისხოთ ისედაც ცუდად და ძნელად უმრავლდებით. რაგერ მატება ხო ნახეთ კაცო. 4 მილიონამდე ავედით. ნუ ეს არის გამოსვლის ხარჯზე. 5 მილიონი რაღაცა ვიყავით. ალბათ დაგვაცადე. რამდენი ხანი გაცადო? 1-2 თვე. ხო და ხო არ წამოიწყებდი პრეზერვატივების სტარტაპს. მაგრამ იადგა ამას. კი მაგრამ ატენის რატო რა თქინდა რაში გაწყობს მე რომ ხო მაგრამ სანამ მე ახლა ამის წარმოებას ავაწყობ ის არ გადაკეთდება ხო საკაბაბე რაღაცა ვერსიები მაგა ამიდა გამოიცა ხო რაღაცით ახლოა. კი ბევრად ახლო ვიდრე საკონცერტო საკონცერტო დარბაზი და ალიბის ფული არ დაგჭირდა. ტაილანდი და რა უშვებსო მალაიზია? ხო და იქ ტრანსპორტირებაზეც პრობლემაა და მაგიტომაც ემატება პრობლემა. ჩემ ბავშვობაში უშვებდა მარტო არმავირი მე მგონი. არმავირის რეზინის ქარხანა. ესე ამაყად ეწერა. ამყოფი ვარ არმავირი. მართლა ქარხანაში არმავირი იყო იმათ სამტრედია ჩრდილო კავკასიის. სარკინიგზო ყვანძი იყო და სადღაც გათავჭები. ავტობუსში. ვიფიქრე პრეზერვატივებზე დაებერე. ქარხანიდან გამოიტანა იაპონი. შემდეგი კატეგორია არის რა მანქანებით ხდება ეს არავინ არ იცის. ეს გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ამ ბოლო პერიოდში სერიოზულ კრიზისს განიცდის მანქანების ბიზნესში. თუმცა როგორც გაირკვა Volkswagen-ი აგრეთვე უშვებს Volkswagen რა გერმანული ხო ის? Volkswagen. ხო, კაი ბიჭი. Volkswagen-ი არის ქართული. Volkswagen-ია, Volkswagen-ია ხო? აბა რა არის?
Volkswagen არის გერმანულად რა. ქართულად არის Volkswagen-ი, ესე ითარგმნება. ნახე გერმანულ ქართულ ლექსიკა. Volkswagen, Volkswagen-ი. დაარქვა იმ პატიოსანმა კაცმა. ხო, Volkswagen-ი. იმ პატიოსანმა კაცმა ჰიტლერმა დაარქვა Volkswagen. ხო და ვიღაცა პატიოსანმა გადმოთარგმნა ქართულად და დაარქვა Volkswagen-ი. მოკლედ Volkswagen Currywurst არის ესეთი მოძებო. ხო კარი ბიუსტი არის იმის რა ქვია სოსისის ნაირსახეობა. და ამას უშვებენ თურმე და ძალიან პოპულარულია და 2024 ქარის соуსი ხო? 2024 წლის 8.5 მილიონი ერთეული გაუყიდიათ Currywurst. ძეხვი? ესენი ხო. და და თავიდან ის გამოუშვიათკიათ შეიტანეს ალბათ თუ გამოუშვეს არ ვიცი რომელი. კი კაცო ჩვენთან შიდა ან ძალიან დიდი მწარმოებელია და ბევრი ქარხნები და ისაა და შიგნით იყიდებოდა თანამშრომლები. ეს Currywurst-ის ამბავი არის ცეჩა რომ ლაივები დავიწყეთ იყო Volkswagen-ი მასური Currywurst-ებით მაგრამ ჩვენ ნიკორა შემოუშვით. ახლა კარგი ხარ. ესეთი ისტორია რა. Placement-ის ისახა რა. არა, სხვათა შორის ეს კარგი იდეა. პირიქით ხო არ ვქნათ ჩვენ ეს სოსისები გავყიდოთ და ლაივი უფასო იყოს. იქნებ უფრო მეტი ფული ვიშო. როგორ? პირიქით რატო არის? და ჰოთ-დოგები ხო უფასოა. ჰოთ-დოგები იყოს ფასიანი და ლაივი იყოს უფასო. ნახე? რაღიც hot-dog-ი ხა აი ესეთ თავშეყრის ადგილებში. ვერ გეტყვი ამანიც ისე 10 ლარი. 10 ლარიღის hot-dog. რამდენი hot-dog-ი იჭმება? აი ბლომა. ესე რა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნუ ერთი 300 hot-dog-ი იჭმება თითოზე. მაგრამ ეგ იმიტომ რომ უფასოა, შეიძლება პაციენტზე მაგდენი აღარ შეიჭამს. პაციენტზე შეიძლება მეტიც შეიჭამოს. იმიტომ ზოგი არ ჭამს უფასო როა, როგორ ავიღო იწახის. კი არის. მე მაგალითად. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები, გამოცოცხლდი ესე მოსკენი რა. მადლობა, კარგი ახალი ამბები იყო. ნახე როგორ. რამდენი წყალი დაგიღე. ბევრ წელს სავსე ისოთა შეეცვა. სხვა შორის ექიმმა მითხრა ბევრი წყალი სვია. რამდენი? 2-3 ლიტრა. და რამდენი სომში? ესე 5. ხოლმე ჯობია რომ ბევრი და არ იმაშები, არ ვიცი. დაკლება შეგვია რომ რისმა ექიმმა ხელეხის მიდგომა რო არის ხო დაკლება შეგვია რომ ხო, მოგჩეს ჯობია რა თქმა უნდა. იყოს 100-ზე. რისმა ექიმმა გითხრა და ჰიდროლოგი ჯანმრთელობის. ჯანმრთელობის ექიმი. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საეჭვო კაცი გიორგი მახარაშვილი. მოდი. გამარჯობა. როგორ ახარ? ეგრე ხარ? აი, ეგრე ხესეგენა დავიწყო ახალი დაწყების მას კურსზე დადიხარ. მე გავლა როგორ შეიძლება YouTube-ზე დაიწყო ყველაფერი ესა და ეს ვაუ! ეფექტური ცოტა მეტალურად. ვაუ! კარგია. სხვა შორის კარგია მომეწონა. ხო. შენც ესე დაიწყო. ვაუ, 390 შენ მოგეწონა და მოდი შენ დაიწყე. მე რო ვიტყვი 390 მეტრამდე შენ ვი ვაუ. ხო, შენთვის მომეწონა. ესეთი ფრაზა. შენ მოგიშლება თორე. მაგარია, ეს მარტო ქართველსაა. იცი, შენთვის შენ მოგიშლება. თუ კარგია, შენთვის რატო არ მოგეწონა? ჟანერას არ მოუხდებოდა მაგალითად. ვაუ. ჭარმაგი კაცი რაზე ლაპარაკ. რომელმაც დაიწყოს მითი ვაუ ესე ხო, რა ისევი როგორ ახარ? ვაუ! ეხა უკვე შუა გადაცემაში როგორ უნდა მოიქცე. როგორ მიდის რაღაცებს რო აშენებ რა? ძალიან- ერთი ორჯერ მე მივხვდი რომ მე მაგის გამკეთებელი არა ვარ. ძალიან კარგად მიდის ორივე მხარეს საქმე. ორი რა მე სამივე. ვიცი მარტო ერთი 20 მხარე. ხო, სამხრეთ საეჭვოზე იდეალურად, აქ ცუცხელსაც იდეალურად და ეხა ახალი გეიმინგი ბუღალტერია შემეტენა. მაგრამ რა ხდება გეიმინგში გითხარი? ესეთი თამაშია RDR 2. რა ხდება თამაში? მე არ ვიცი შენებს. ძველი ამერიკა 1899 წელი. აი მაგ შუალედებში გძეტა. სად ხდება მოქმედი? ამერიკაში ხდება. არიან ინდიელები, არიან მექსიკელები და ამერიკელები. ველური დასავლეთი. პრაქტიკულად, ხო, ველური დასავლეთი. სადაც ირჩევ შენი პერსონაჟის როლს. რა როლი გაქვს? მაგალითად, შენ რო შეხო გადაწყვეტა რომ მე მინდა ვიყო ფერმერი, რომელიც მოუგლის მინდა ვიყო მომღერალი ბულბული.
ეგეთი როლი. შეგიძლია აიღო და იარო და იმღერო, მაგას არავინ არ დაგიშვა. ამ როლებს შენი გონებ თუ რაღაც შენი გონებ. არა, შენ რაც გინდა სრულ თავისუფლება აქვს. დაიცა რო შედიხარ, შენ თვითონ იგონებ, რო კაცად შენ თვითონ არჩევ ყველაფერი და როლს გიდასტურებენ, რა მე მინდა მაგალითად იყოს სერიული მკვლელი. და იქ უნდა გაწევ ისე უნდა მოიქცე, როგორც სერიული მკვლელი ჩუმად უნდა დაგეგმო ვიღაც მოკლა, არ უნდა დაგიჭირო, თორე თუ დაგიჭირეს ეგეთ რაღაცაზე. მე ხდება ცეკა, ანუ მიკვდება პერსონაჟი. თუ ჩამოგახჭეს რეალურად იქ სახშობილს თქვენ ჩამოგახსეს, შენ პერსონაჟი ხრება, მორჩა. და თავიდან შედიხარ. აი ვერ შედიხარ. ახალი სახელი და გვარი და. ნუ აი სხვა რაღაც, მაგრამ იმას ხო თავის აი ეს არა, გაქვს ზეციური RDR არ არის? ხო, რატო მაგდებ? გადამხდელი ვარ, ხო? სანამ დავიწყებდით, მანამდე აი 20-30 კაცი თამაშობდა და ეხლა ალბათ ის ხალხი ძალიან ამაყობს, რომ კაცებში RDR-ზე საუბრობენ რა და შენ გუგა მოგიკითხა ერთ-ერთი დეველოპერია, უთხრე რომ ძალიან მიყვარსო. მე გავემიჯნე მაგას, მაგრამ RDR-თან იმ დეველოპერს ამ კავშირია? კი, RDR-ის დეველოპერია, ჩემი ერთ-ერთი დეველოპერი. იქ გადაწყვიტა რომ დეველოპერი იყოს? არა, აწყობს სერვერს ვაწყობ მე. მე ვიგე შევიდე და 1899 წელს არის დეველოპერი. დადის ლეპტოპი და ყველა ის რა. კნოპკა დეველოპერია. გავიგე. მომიკითხე. დეველოპერი კი არა. front-ended developer. და აქ ახლა რაღაც როლს რო იგონებ. აი თქვათ მოვიგონე რომ ყურცხვირის ექი. ველურ დასავლეთში რატო აი შეგიძლია. ბევრი პროფესია არის, მაგრამ შეგიძლია ადამიანთან მიხვიდე ინტერაქციაში შეხვიდე. არა, პირიქით არის, აქეთ მოდიან. ექიმ. არა, ეგ ჯერ სახელი უნდა გაგივა. სახელი უნდა გაგივა. და შენ თორე მედიხარ და პირი გააღე. ის რა შეუძლია პირი გააღოს ჩანხედოს ეს გჭირს. მე იქნება ბილბორდებს სამალი დაამზადო. მე ამ თქვათ ის გადანერგვა და ვიღაცა კაუბოი ვარ. ბილბორდზე. ბილბორდი რო გამოგრა, რამაზის კლინიკა. ან ისავა რო ქვია, მექსთამე. და დავდივარ და ფულს ძალავ ხარ. შეგიძლია შერიფი იყო და მექსთამე იყო, მაგრამ თუ დაგიჭირეს, ჩამოგახჭე. თამზე. ჩამოგახჭებენ. იმიტომ რომ ჩამოგახჭებენ და შენი პერსონაჟი კვდება, ეგ გავიდა. მექსთამე არ მინდა, ყურცხვირი. არა, შეგიძლია იქაც აწარმოო ქაბაბი, რომელიც უფრო მეტ ენერგიას მოგიმატებს. იქ არის მცხობელები არიან, მართლა. სამი დაჯგუფება მცხობელების, რომელსაც ეგ პროფესიას იცავ, კულინარიელები. ეგ პროფესიას იცავ, რაც უფრო მეც ამზადებ ამ საჭმელს, უფრო მაგარ საჭმელს ამზადებ და ბოლო ლეველის საჭმელი არის რომ უფრო მეც გიმატებს რა. და მე მასტერშეფში გიდი. რას გიმატებს? სიცოცხლე რეალურად შემოვედი, საჭმელები უნდა ვითრიო რომ ჩავო, ხო შივდება, წყურია, ცხელა. წყალი თუ არ შეჭამა პერსონაჟი კვდება? კვდება, მოგკვდება. და წმანდა არ არის ზეციური RDR არ არის, ხო? არა. ნახე და როგორი აუცილებელი არის? სასაფლაო არის? კი, ეკლესიებია. დირექტორი ყავს სასაფლაო. არა, მეტყვი რა ეს მოხდა. თავის პერსონაჟი. იმდენი ხალხი იხოცება რომ რაღაცა მაყობის გაკეთებაში. შეგიძლია ის ჩაატარო რა ცერემონია, ეხლა ჩვენ ვაპარებთ, ჩემი ნათლული მოკლეს თამაში და უნდა დავმარხოთ. დაიცა თამაში. და ველოდებით წვიმიან ამინდს, იმიტომ რომ ბევრად სინემატიკურია ეს წვიმიან ამინდში ამის დასაფლავება რა. ეხლა ბალვა რო დაიწყო სხვა არ გააფუჭებთ ისო. არა, მე ის კომენტარი იქნება ბუნება სტილის. ბიჭო, იმ RDR-ში მონათლე თუ აქცორებაში მონათლე და RDR-ში მოხდა სამდენისთან ნაცლობა. ერთ-ერთ მამაოს რა იყო? ბიჭო, მამაოზე ეს მამა ბროქსი ალბათ გვიყურებს, მამა ბრონქსი იყო. მამა ბრონქსი. მამა ბრონქსი, რომელიც თავიდან მოვიდა. ერის კაცობაში? ხო, რო სტრიმავდი, ეთქვა, მაგიტომ მოვიდა ეს და ინდიელებმა სამჯერ გადააგლეს კლდან, რომ შენ თუ მართლა მამა ხარ, შენი ღმერთი გადაგარჩეს და ეს სამჯერ ამოვიდა ამ კლდან და მათმა ირწმუნეს ამისი. ინდიელებმა კრისტიანდრენი სტომი გაკეთდა. არა, ის მართლა მამა იყო და აღარ ყავდა. შეეშუნენ ხო. კფც აჩუქეს რა, კფც არის ქათამი. ქათამი აჩუქეს ერთ წელი ქათამი. ის მამაოს გადაგიდა, გასწრე დადიოდა. ხო და ამ მამამ უცებ აურია მე რა. სისხლი მწყურია მომითხა და იარაღი გამომართ. ეგეთი პერსონაჟი ყავდა. გამოგშენ ღმერთი ხარ ყველა სხვა პერსონაჟი. არა, იქ ჩვენ დაგვდებდა ეს მამა, რომ ვიღაცებს ვყავდით, ამას ვამარხინებდით და წესს უგებდა ხოლმე. ბიჭო, სულ გონია რომ რაღაცა დებილობა სამყაროზე. მოიცა შენი პერსონაჟი ვინ არის, რასაკეთებ? არტურ გოლდვინია, ამერიკელი გოლდვინი. იმიტომ ბოლდვინი ალეკ ვიმეცი. რომელიც იმაში შენ და არტურ გოლდვინი? ხო,
რატომ? ოქროს მომპოვებელი იყო ადრე და იქიდან გამოაგდეს მოპარვის გამო რა. და ეხლა ამერიკას ეხმარება, ამერიკელი ოჯახი მყავს მე 20 კაციანი, რომელსაც 20 კაციანი ოჯახი თქოს? 20 კაცია კიდე ჩემს გარდა, სხვა 20 კაცი. შეიძლება 20 წოდი და რა. არა, 20 კაცია ბიძაშვილები ისინი და ესეც ეს მუშაობენ. ნათლუდის საწყალი 19 დარჩით. ხო. ეს ხალხს რო ხოცავ. ხო, თიშები არის, რეალურად იქ სიტყვის გამოყენება არ შეგიძლია. თუ ხოცავ თიშავ იდეაში რა. თუ სერვერიდან თიშავ. არა, აყენება შეგიძლია ექიმს დაუძახებ, ექიმი მოვა, უმკურნალებს და აყენებს. ყურცხვირი? აი რეანიმატოლოგი. შენ რა შეგიძლია, ზიგაგ თეთრი ფორმა ჩაიცვა და ვინც გაითიშება ესე ქალაქებში, იქ მიხვიდე ხოლმე და ამას დაეხმარ და ამაში ფულს გადაგიხდია შენ. ოღონდ ექიმზე სროლა არ შეიძლება, აი რამე სიტუაცია თუ არის კრაიმი, სროლა. დაიცა თვითონ ექიმის რესურს მეორე ექიმს. კონკურენცია რომ მოვსვო. შეგიძლია მოწამლო. ბუფ, შენ გაიხარე. შეგიძლია მოწამლო. ოღონდ პოლიციამ არ უნდა რომ. აი, იცი რა მაინტერესებს, ეს სამყარო და საინტერესოა. ხუცე გამაბრობს სად გაგიჟდა. 500 დინამიტი მოპარა შერიფს. და კუკუქს კლანი შექმნა. არა, ქალაქებში ეყარა თეთრი ხალხი, ეს თეთრ ფორმაში ჩაცმული ხალხი, მაგრამ ვინ ვერ იგებდნენ და ბოლოს გაიგო რომ ეს მომავალ გაგიჟდა. კუკუქს კლანი გააკეთა, ეს თეთრი ხალხი მოიზდა ეკლესიებში შეხვედრებს ატარებდა. და ეს ხალხი ხოცავდა მე გარშემო ყველას, რა და თავის ხალხს წვირდა ეს მკვდრებს, რა, აკეთებთ. თესავდა. თესავდა. რა კუკუქს კლანმა თეთრები მიეზიდა მან ბაქთამაში? არა, თეთრები ეცვათ, იგივე ეს ამოჭრა თეთრები და ეს მამაო იყო თურმე ლიდერი, გაირკვა მანდ და რომ 500 დინამიტი რომ მოიპარა, მე გაგიჟდა, ძალაუფლება იგრძნო ამ 500 დინამიტით და ესე ყრიდა ამდენს აფეთქებდა ის ხალხი დაძდებდა სიგრძეზე და ყუდრებს ტოვებდა ქალაქებში. დენი არის ჯერ მაგ ეპოქაში. არის, ხო, არის, ელექტროენერგია არის, მანქანები არ არის, ცხენები. ტელეფონს დატენი რა. მაგრამ ვითარდება ნახშირზე მუშაობს ის მატარებელი. რა მაინტერესებს? ხაროსნული. აი, ერთი წამი ეს ერთი წლის მერე 1900 წელი იქნება თუ სულ 1880. არა, მე მოიმატებს ერთი წელი. ანუ რაღაცა არა, მე შენამატებ. ახალ წელს აპირებთ რამეს. მე დავამატე ჩემს სერვერზე დავამატე განკითხვის დღე. ეს ის არის რა ქვია, შენ სერვერზე არის ამ პროგრამას შენ ცვლი, ანუ წელს შენამატე? იდეაში RP სიტუაცია შენ ცვლი, შენ ხარ რეჟისორი რა. ხო. საით წაიყვან განვითარება. უცბად რომ ჟირაფები შემოუშო შეგიძლია? შეგიძლია, მაგრამ არ უნდა გააფუჭო, ისე რომ ვიღაცას არ უნდა მოუკლა, აი ვიღაცა ბევრი არის ძალიან კარგად უდგება რა, აი რომ გესაუბრება ხვდები რომ კარგი ადამიანია. ხო, აი ხა ძმა ჩემი, ანუ არ იგინება და არაფერი და მაგიტო უფრო გაჩნდა ინტერესი. GTA-ზე იყო ხოლმე გინებები და ყველას ახსოვს ეს RP თამაში ქართველებს უჭირს, აი შენ რომ დაგაგდებ და ხმა ჩაიგდე ღოროს რო გეუბნები ის რეალურად და თავში დამახლი ხო თუ არ ამოიღებ ხმას ხო და აი მაგდროსო ღორ თითქოს თავის თავზე და რეალურად კინოსავით ის პერსონაჟი ეუბნება იმას არაფერი პირადი შეურაცხყოფა იქ არ არის. უბრალოდ იმ სიტუაციაში ეგრე ეტყო და შერიფი აუცილებლად ვიღაცა ბანდიტს. არის შეზღუდული ლექსიკა რომლის იქითაც არ მიდიხარ. ამას როგორ ეუბნებ წერ? არა, ესაუბრები. შენი ხმა ის. მიკროფონი რა? ხო. და ამაზე ამოცნობა შეგვიძლია. რამდენი ადამიანი თამაშობს ამ თამაშს? საინტერესო დასავლეთ ყველანი დაწექინე, ყველანი. დასავლეთის ხალხი თამაშობს რა. გურულები და აქცენტიანი იმერლები და იმერლები არიან ხოლმე ეს ანსაყვარელი ხალხი. ინდიელებს თავის ენა აქვთ. არ შეუძლიათ გამართული ქართულით ლაპარაკი რა, ეგეთი ის არის, რომ რახან ამერიკაში იყვნენ გამართული ამერიკულით ვერ ლაპარაკებდნენ, ინგლისურად ლაპარაკს ვერ დაიწყებდნენ და მესამე პირში ლაპარაკობენ. არა, აქვს უფლება რომ იმან შეიძლება ლაპარაკებ, აი მე აქ შვები ყოფნას. გეუბნება რომ მე აქ ვარ. შენ ეს საქმის გაკეთება გააკეთე. ანუ მესამე პირში და თავისი ენა. ეგეთი მოიგონე? არა, თვითონ იყო მოგონილი სერვერი რა. ანუ ეს ინდიელობა საწვალებელია ცალკე. ხო, იმიტომ რომ 6 თვის მერე თუ თამაშობენ რეალურ ცხოვრებაში რომ ველაპარაკებოდნენ. ინდიელებს ეგეთი სახელები გვაქვს როგორც ინდიელებს. ხო, ის არის აპაჩეს ტომი არის მთავარი, ჰონიაჰაკა, რაღაცა ისინი სხვა სახელები. მორბენალი თახვი და რაღაცები ქვია? ხო, ომის ღმერთია ის არის, თვითონ აქვს თავის სამყარო. ისინი არ ეხებიან. შეგიძლია ეგ აირჩიო? არა, მე ამერიკელი. არა, ყურცხვირი არ იყო და ეგ იყო, მე რო შემოვიდი შემიძლია. ნებისმიერ შეგიძლია კუბელი იყო, კუბაც არსებობს, არის მექსიკა. ფიდელი იყო იქ. ქართველი შემიძლია ვიყო? გურულები მარტო, იმიტომ რომ იმ დროისთვის მოძიებული ინფორმაციით შესაძლებელია რომ გურულები ყოფილიყვნენ იქ, რა, ამერიკაში მხედრები. და გურულებს ჩამოყოლილი ერთ ქალაქში იყო. ხო და ეგ რახან იყო მაგ დროს დაემხარ შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ აკრძალულ გვაქვს იმიტომ რომ სპეციალურად ველოდებით
კარგ ტიპებს, ვინც მაგას შემოგთავაზებს, რომ ჩვენი მქონეთ გურულები, მაგრამ რას გააკეთებენ, რა? რასაც გურულები აკეთებენ. ხო და იქ უნდა ითამაშოს, რა თუ არ ითამაშა მე უფუჭებს. ჯერითი მარულა და გურული გურული პოეზია. შემოძროს ფილმი შეიძლება? კი, მექსიკელები ჩადიან ამერიკაში ბანკის გასატანად. და შერიფები ხვდებიან. ის სალუნები და ბოზები და ვიღაცები პასტელი იყავი შე. ირჩევენ რომ ბოზად უნდა თამაში. აქ მაინც მოსი. აბა საიდან არის? შენ ხო ადმინი ხარ? ხო. შეგეძლია ეს დღეს ტანკით რო შევარდე და ყველა რო დახოცო? ტანკიც არის. ოღონდ ტანკის გამოყენება ტანკი არ არის. ეტლია ცხენებში ჩაბმული რკინის კონსტრუქცია, რომელზეც სიმეთი ზის, მაგრამ გამოყენება არ შეგიძლია მაგის. შეგიძლია მხოლოდ სახელმწიფოს თუ საშიშროება დაემუქრა გადაგდების. ანუ ატომური იარაღივით არის რა. ხო, აი ვიღაცამ თუ მოიწერა რომ ქალაქზე შეტევას აპირებენ, ინდიელები უნდათ რომ მარშალი გადააგდონ, მაგ შემთხვევაში აძლევ უფლებას რომ უკვე სერვერზე გამოიყენოს ეს ჯავშა ტექნიკა. ვინ აძლევს უფლებას? ადმინი აძლევს, იმიტომ რომ იქ სიტუაცია არ აირიოს. ანუ ადმინი სუზის იქ მორიგეს ამი. ადმინი და ხელყურწვი. შენ რა გონია ერთი კაცი არის, 20 კაცი არის ადმინი, რომელიც კურირებს ამ ყველაფერს, რომ აი ეს კინო არ გაფუჭდეს რა. და რიგრიგობით არიან. დავიქირავეთ, ცალკე სასამართლო გავაკეთე მე, ცალკე დამოუკიდებელი? რეალური პროკურორი. ქართულ სასამართლოს არ თქვენ არის. ამური გააქვთ. რეალური პროკურორია და ისინი არიან. მოსამართლეები და ადვოკატები, რომლებმაც შექმნეს სასამართლო, რომ შერიფები რო გადაამეტებენ, სხვაგან ეგრევე რომ გადაამეტებს. ხო არ არის მაგალითად. არა. შერიფი რო გადაამეტებს, იქ ვერ ებრძვის შერიფს რა, აი ვერაფერს ვერ უკეთებდა. ეს სასამართლო ასობს, რომ იქ მიხვიდე და იქ ბასტო იქნება ალბათ ლაივში გასტრიმავს ხოლმე სასამართლო პროცესებს, იქ რაც მოხდება. ბასტომ დაიწყო მოსამართლეობა. აი არა, აშუქებს რა. აშუქებს რა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სასამართლოში. არა. არა, ხო სიგიზია რა. აი გვირთხავენ გიხა. სიგიზი იყო 10000 კაცი ლაივში. და მოიცა 10000 კაცი გიყურებდათ, ხო? პიკი იყო. რამდენი თამაშობდა? 300-ი იყო? არ სერვერზე 300 კაცი რო თამაშობდა, რიგში იყო 200 კიდე. ერთი რამე, ერთი რო გასაგო არ შეგიძლია ეგ 300? პრობლემა აქვს. სხვა რამე მაინტერესებს. თამაში პროგრამას აქვს პრობლემა თუ სერვერი გინდა დიდი. როკსტარი არ გაძლევს მაგის უფლებას. აი დამკვლებელია. ვეღარ დაარეგულირებ მე თუ რა. მე ხა უკვე რო წამოვიდა მეორე ადგილზე ვართ მეგონი მსოფლიოში სერვერების მიხედვით ჩვენ რა იმით ინტენსივობითაც შევარდით რა უცებ აი იბუტკა და ხო და ეს თამაში რამდენი ხანია საქართველოში არის? საქართველოში კი არა ეს თამაში არის 2016 წლიდან თუ 20 საქართველოს რამდენი ხანია რა? ჩვენთან 2 წელია 1 წელი ეხა შემოვიდა ანუ ხო ახლა დიდი ხანი არის პროსტა ეს რა მე ვიპოვე შემთხვევით ეს სერვერი არის ხო სხვა სერვერი გაბაზრებული არის მე რო ვიპოვე შემთხვევით ხო რა მე არ გამიგია რა ხო და რომ გავსტრინე მომდიდან ეხა არის 10 სერვერი ქართული მე ხა მართლა ამდენი რა მაინტერესებს ნახე შენ უფრო ქალაქია იქ რაღაცა ყელყურცხვილია ინდიელია ეს მე არ ვთამაშობ და მინდა ყურება ხო ვის უყურებ ყელყურცხვილს თუ ინდიელს სტრიმერსიც რომელიც ინდიელების ყურება ქნა ინდიელ სტრიმერს არის ყველგან არის ისა მენიუ არა მენიუ არ არის მაგრამ YouTube-ზე უყურებ სტრიმერს როგორ სტრიმავს და თამაშობს ხო მაგრამ შენ სტრიმავ შენი გადმოსახედი ხო და ვინც გაინტერესებს იმ იმას უნდა უყურებ ანუ ბევრი სტრიმავს მაგ 300-დან ბევრი სტრიმავს აი 10-15 კაცი 10-15 ანუ შეიძლება ყელყურცხვილი გინდოდეს მაგრამ არ სტრიმავდეს რა კარგი ეხა ნახე ეხა ერთი კითხვა მაქვს სხვა სერვერებზე სხვადასხვა სამყაროებია ხო ეგ რა საინტერესო რაღაცა არა მაინტერესებს არა კამერები ვით რო ეყენოს ოღონდ სულ ლაივში გადიოდეს სერვერის სტრიმინგი რა ხდება სერვერზე პროსტა კამერები რო ეყენოს და შენ თვითონ ირჩევდე რომელი დიდი მადლობა ერთი მეკითხარი ეგა ხო და არა ფულთან არაფერი არ იქნება უბრალოდ არა აი ამერი რესტავრაცია მომოვიდა დიდება შეხვდება დიდება ერთ-ერთი ეხლა რა მეინტერესებს სხვადასხვა შენ გაქვს სერვერი კიდევ ვიღაცას აქვს სერვერი ბევრი სერვერებია აქვს სხვადასხვა სამყაროებია ხო ერთ-ერთი ყველგან უბრალოდ სხვადასხვა წესი არა ანუ აქ რო ინდიელი ვარ იქ საერთოდ არა ვარ ხო და შეიძლება რომ აი რა ხო აი რომ გადასახლება რო არის რა დაიწერა ხალხი და აქ რაღაცა ბევრი ხალხი ეხა იქნება გადასახლება მე რო გავხსნი ეგ იქნება გადასახლება ხო გაუპრობლემდა ამ ინდიელებთან და წავიდა და ცხოვრობს ემიგრაციაში შეიძლება პარალელურ სამყაროებს შორის გადასვლა გადმოსვლა ჩეთერი თუ შემოდის კი მართლა კი რაღაცას აკეთებს შეთავს და უცებ სხვა სამყაროებში შეჩეთებით ანუ აქ რო თქვენ ერთი ჯგუფი ხართ იქ ჩვენ მდგივართ მაგრამ სხვებს ანავართ ბუნებრივი კატასტროფები რაღაცა სიახლე რო შემოვიტანო შეიძლება ცეცხლის წვიმა მიწისძვრა მიწისძვრაც პანდემია
პანდემიაც, შავი ჭირი, წარღვნა არა. ცეცხლის წვიმა კი წავნა. კონტროლ მიპოვა, მაინც მიპოვა. რაღაცა. თანასწავლის კონტროლს. კონტროლს ხო იცის გამელი რა. უცებ წკაბდა ეგრევე. კონტროლ shift C, იმიტომ რომ shift C. არა, კონტროლ shift C არის ძლიერი ჭიქახუხი. წვიმა, ძლიერი წვიმა. შეიძლება რომ თქვა 11 კაცი შემოვიდა და ფეხბურთის გუნდი გამოვიდა. საერთოდ შეიძლება ბურთი არ გექნება. ანუ მე რო ჩავწერ რაღაც ბიზონის თავით რაღაც სპარამე დაიწყო. რომელიმე პერსონაჟი შოუები შეგიძლიათ დადგათ. აი კაცებს კაცები ლაივი გავაკეთოთ. გააკეთოთ იქ, იმიტომ რომ იქ არის დიდი თეატრი. არა, დიდი აშენებულია სანდენსია განვითარებული ქალაქ, სადაც აშენებულია დიდი თეატრი. რამე კაცი ეტევა. 50 კაცი ეტევა მოთამაშე. დიდია ეგ მაშინ ძალიან ძვირი უნდა დავადო. ძალიან საინტერესო იქნება. თუ მოდეს მე დაგჭირდა, შეგიძლიათ იქ გაყიდოთ ბილეთები, ბევრად ძვირად და დარწმუნებული ვარ, რომ იქ ანუ ეგ საკისიკი. ვა, ხედა. ანუ ეს მე შემიძლია შემოვიდე თუ ფული უნდა გადავიხადო. ფული უნდა არა, პოლე უნდა გადაიხადო. ხო და რამდენი უნდა გადავიხადო? 8, 18 და 30 დოლარი. გააჩნია ისა ინდიელზეც იგივე ფული არა, არა. ეს ეგ რო არის საბავშვო, ანუ იცუდ კადრებს ვერ ხედავ. 18 ეს თამაში შესაძლებელია, ხო რომ ვითამაშო. ანუ პერსონაჟი ვიყო. ხო, ჩემ სერვერზე რო ვითამაშო, უფასობიც არის. ანუ 8 დოლარს ვიხდი და ვარ ბავშვი, ხო? 8 დოლარს იხდი და ხარ ჩეულებრივი ჩოლობრიგში, ადამიანი. ჩოლობრიგში. 18 დოლარს იქნება. პლეისმენტებს აკეთებ, აი ინდიელების აჩაილენ იქ რო ვიდგე და კაცები ლაივი 17-ში. კი, მაგას ვიძახე, ნებისმიერ რამე შეგიძლია. მაგარია, სად მიდიხართ ინდიელებს? განარიცით 15. არა, ბიჭო ის სალონეთა რო ის არის. კინოებში ხო არის ხოლმე სალონეთა რო ბავშვი დგას გაზეთით. ისა კოჭლი ჯეტი მოკლეს. ჯეტი ბავშვი დგას, კაცები ლაივი. მე რადიო დავამატო რა, რადიო რა მეგაფონებივით ტელეგრამი რაც იყო მას. ისა ხო რა, ხაზის რადიო. მაგ დროს კარგი იქნება ქალაქებში თუ რამე ინფორმაციის ხმა გაისმებოდა რადიოს ეფექტით რა თვითონ თამაში, დილით რა მოხდა რომ შერიფმა მოკლა ერთი მექსიკელი რომელიც გადასახლებული იქნა. ძებნებოდა ამისთვის და ამისთვის. ეგ თუ იქნებოდა ინფორმაცია ექნებოდათ რა, რა ხდება სამყაროში რა ხდება. ჟურნალისტი მედია რა ჩამოყალიბდა. რომელიც არიან ჟურნალისტები, გაზეთებს წერენ ხოლმე. იქაურ ინფორმაციაზე სტატიებს პოდკასტები ჯერ არ გაჩითულა? პოდკასტი გვინდა რომ მოხდეს გავს ეგრე სამი კაცი დაგდეს და ის დამაინტერესებს. პერსონაჟს რო ვირჩევ, სახეს ვირჩევი ასენია რაღაცა, ტანსაცმელს მანსას ყველაფერს დაუშვათ და ყველაფერი იყიდება? შეგიძლია შემიძლია სალონში გამოიწვიოს. ესენის თუ არ ფასიანია. მომერგო ხო იბრუნებენ. ესენი ფასიანია. არა, შიდა თამაშის ფულით ხდება დანარჩენი. просто შედიხარ დანარჩენი შიდა თამაშის ფულს საიდან შოულო? შრომით დელივერი არის შეგიძლია რაღაცები გადაზიდო. ან ძარცვით. ან კალბასები დაამზადო, ზეხვები. და კარგი ხარისხის ზეხვი თუ დაამზადე. რო შემოვიდი რაღაცა მაყუთს თავიდან მაძლევენ, აბა კალბასი რითი დავამზადო? 69 დოლარი ფული. აი და რა ფული არის, რას ვიყიდი 69 დოლარად? რა მომივა? ცხენი მომივა? არა, ცხენი ღირს 500 დოლარი დაიწყოს და ადის სამფეხა ცხენი. რეალური ფულის არა, რეალური ფულის 100 ან დოლარი. მეოთხედი ცხენიც არ მოვიდეს. რო ოთხმაკაცმა რო ზეხვი. ცხენიზე ეგრე ებძიან ხოლმე მაღაზიებს, რომ ცხენი თუ მოკვდება, იქ დაუგდებენ ხოლმე და მე ეძახიან რომ ამ მაღაზიაში მკვდარი ცხენის ხორცს არ გააკეთო, იქ აღარ ყიდულობს მე ხალხი. ხო, ეგეთი შავი პიარიც. ავიწოდებათ რომ თამაშია და ვიღაცა. ამ ქალაქში არა, ხო, მაგრამ ყველა ისე არის. ცდილობს რომ შენ გაგისწოროს თამაში, აი იარაღს დაადებ რომ გაჩერდი ხმა ჩაიწყო, ცდილობს რომ გაჩუმდეს და დაგემორჩილოს. ვითომ რა მართლა ხო. თამაშობ ტესტობით რა, იმიტომ რომ ის რომ ბინები საცხოვრო. რანჩოებია. რეალურ ფულზე არის, რა ვიცი, 250-300 დოლარების და თვიური არის 100 დოლარი გადასახადი. ანუ რეალურ ფულზე ამ 8 დოლარს მართლა დოლარების. 8 დოლარს ვიხდი ბომში ვარ? ხო. ნამდვილი ფული ის დათო. ხო, ვიცი. და გადასახადები რა ეს ყველა ის. ხო, არა, დეღია რა, თუ დეღი. შენ კარგი RP შემომთავაზე, ანუ კარგი სიტუაცია ამიხსენო ამას კარგად ვითამაშებ, მე შენ უფასოდ მოხსენებ, რომ შენ არის ხალხი მჭირდება სერვერზე, რომ ვიღაცები აკაიფო მაგითი რა. ან ანუ ჩვენ კაცები ლაივი რო გავაკეთოთ, უფასოდ შემოგვიშვებ რა. ნუ უფასო, ამას სიტყვა უფასო რაღაცა.
რა არის ჯაზე? რას ნიშნავს ეხლა მისმინე? უფასო ჰოთ-დოგები გავიგეთ თქვენთან რომ ეს არის და ძალიან მომეწონა 16 ავიღე ეგთან იგი. 16 გინდა? 16 ავიღე. იმიტომ რომ ის მკუხიაო და ეს ძალიან გადამლაშია. უკვე ნეიტრალად კარგი მომწიფებული როა. მომწიფებული რომ იმიშენია. 16 რამდენი მოხდა? 16-ში რამდენი ბილეთი გინდა? 4. ოჰო. თვითონ თქვენ 4 ვიქართ ახლა. როცა რომ ბალანსი დამეჭირა მეც. მარტო მოდი და რომელიღაცა ერთს უყურე რა. ეს ბალანსი ყველაფერში. ეტო მე ხარ რაც ვიფიქრე თქვენ რომ იქ შემოსა დააბიოთ 4 შემო ხო ასე გაიგე და შემდგარ ხარჯი 4-ია. არ შეგაწუხებ. მართლა 16-ში გინდა? მართლა უფასო ჰოთ-დოგი? ხო. კი, კაცო. მაგრამ შენ თუ გინდა ბილეთს არ მოგცემ. ჰოთ-დოგის გამოგიჩა. მოდი ჰოთ-დოგები ჭამედაც. ისაც მოდი. მაგას ბილეთი არ ჭირდება. არა, აბა ჩვენი ყურება აქაც ხო გვეყურებს აგერ. შენ გვიან მოდი და გადაგიდე. 15-20 საათი. რომელ საათზე იწყებ ამ გასტრიმობას? იმიტომ რომ იმ დღეს გირეკავდი და მითხრეს რომ დილი 7 საათზე დაიძინაო. ბიჭო თუ შემითხრია შეიძლება 9-ზე დავიწყო და დილის 7-ზე მოვრჩე. და დანარჩენ პროექტებს რას უშვები აქ? იმასაც ვასწრებ, ყველაფერი აჟური. რას ასწრებს? ის მანქანა სახლი ამ მდგომარეობაში ყავს მიგდებული. ვა, როგორი იყო ისი? ჩვენი აბა. ესა და ერთი წუთი. ჩვენი აბა. ევროტური არ გვინდა. ნუდები არა. ნახე. მე ბიჭი დამთავრდა შეგიძლია. ჯერ სად არის დამთავრებული? არა, დამთავრებულია. მაგრამ ეხა იმენა დუფუ და მორჩა. დუფუს იძახირებს თუია. არა, იმენა მორჩა. მარტო ხადავოი. სალიკებმა შესაძლოა. აი, რასაც არ მიადგები. ყველაფერში დუფუ და მორჩა. არა, სო ისე ძალიან როდის მორჩები? ეგ უნდა გაყიდო, ეგ მანქანა. ჰა? აბა მაგაში ბინა უნდა გაყიდო და მაგაში გადახვიდე. მეყოლება რა. მე ეზო სახში ვარ, იქ მეყოლება თავისთვის. დადი ხარ ესე სადმე? არა, სადაც. სად დადი სტრიმავ დილის 7 საათი? არა, არის ხოლმე შაბათკვირები სადაც მივიდეთ ხოლმე. მაგრამ ამ სახლმანქანას პლუს აქ ცირ ტუალეტი აქვს. და სახში კიდე ტუალეტი არ არის. ხო. პირდერში არა აქვს ტუალეტი. ავედი მე ტუალეტში და მანქანის გასაგებია. ესე ინდუსტრიალით გასაღებს. არა, ყველას აქ დასადები ტუალეტი, ამას ჩაშენებული ტუალეტი აქვს რა. ხო, მაგრამ სად იგროვებს? მანქანის დაბლა მთლიან სიგრძეზე. ანუ შენ გრჩება. ანუ რამეს თუ გადეს იმაღლებს თუ შეიძლება გაასხა. კარტერი თუ გაასხა გაჭრის. ტუალეტი არ უნდა გასდო. არა, ტაბლეტებს აგდებ და ეს წყლად იქცევა. ბიო ის არის, ბიო ტუალეტი გა. ბიო ტუალეტი არ არის, მაგრამ რომ მოგროვდება ჩააგდებ რა. ეგრე ხო გარშოკი შეგიძლია. ჩააგდებ. სად ესე გაქნევა და სად იმას მოუშვებ და დაცლი რა. სადაც. რას გესა? სად დაცლი ამ დაგროვილი. კანალიზაციაში. სადღაც უნდა წახვიდე, ხო? არა, კანალიზაციები ხო აქ ქალაქში. აი ხო, მაგალითად რუსთაველზე მეაყენებ და დაცვი. არა, სპეციალიზებული ადგილები გვაქვს ჩვენ ქალაქში, სადაც შეიძლება კანალიზაცია ჩაცალო რა. აი ახლა შენ სადღაც ბათუმში 200 დოლარის ხდა არ გინდა ერთი დღე ბინაში, მანქანას მიაყენებ, კომფორტი გაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი. ხო, ვფიქრობ ცადო რა, მე მგონია რომ ძალიან ბევრი ფული დაიზოგება მაგ მანქანას. და იქ იმაში იმ შენ თამაში რო არ კონდეს ფული რო არ გადაიხადო და ეგეთი მანქანით იმოძრაო. ჯერ მანქანები არ არის იქ. ეტლით ცხენში რო იწყო. ეტლით ცხენში მოიცაკო. არა, საფრთხეებია იქ. მე ისონ დაცლის. რა მაიმუნები. არა, ფერი თქვენგან არ გამოვა. მესამე ნაწილზე გადავიდე. ბორდ გეიმი გვაქვს, მაგრამ სანამ თამაში დავიწყებ, თანამდე საჩუქარი გვაქვს შენ. საჩუქრებით მიშებ, თო წინაზე. ესია. წინაზე ხორცები იმენა ერთი 5 დღე. მე რომ მივედი რა მათთან საჩუქარი კი არა რაღაცა სათამაშებდნენ და ის თანხა დაგადებინეს. არ მომეგო. კი, მე რომ მივედი ერთი სული მქონდა რომ არ გადამახთევიონ რამე ისე გამომიშონ. მე რომ მივედი ქუდი დამჭა და არ გამომაგდები. მაჭამეს რაღაცა მეორადი საჭმელები მაჭამეს. მეორადი რა. მახსოვს ის ერთი კვირა რო არ დადიოდი. ის კინაღამ მომეწამლა. წიწაკა და ლიმონი ჭამა იმდენი რომ ფერი შეეცვალა აბსოლუტურად. ჩვენი სპონსორია ნიკორა სუპერმარკეტი, ჩვენი დიდი ხნის კეთილი მეგობარი და ჩვენი საჩუქრებით მომარაგებელი. სხვა შორის თუ დააკვირდი ამ ბოლოს ნიკორაში რა შედიხარ ევროპული ბრენდების ცვენა.
ეს ამიანათები მაგ. არა. მე არ წამართო იცოდე. ამიანად არის. და თუ ბევრს ილაპარაკეთ რაღაცეებს. ეს პანკში გადავიდებ. რა თქმა უნდა. შენ თვითონ ხელოსანის იმიჯი მაგიტო რამაში უნდა ჩაკუჭე. აინტერესებს როგორ კეთდება. შენ თვითონ ეს ყალიბი მოვიპარო მე. შენ თვითონ გააკეთე ესეთი. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ევროპული ბრენდი, ეს კაი მაკარონი არის ხოთაში. ძალიან დიბარი, საუკეთესო მაკარონი. ეხლა ნახე, რითი უნდა გამატა? შეიძლება ამ ჯიბეებში ჩაგდოს. ესე საროჭკა ესე გაიწია. ნელა ყარი აქ. ან ეგრე, ან შეიკრავ საროჭკას ქვემოთ. და აქე და? ესე ჩაიკრი. ბავშვობაში ხილი არ მოგიპარაო. არის სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ზომის, ფერის და სხვა შორის სხვადასხვა არომატი. ისაც და არის, აჰა, აი ნახე. ხერზე ჯობია რომ ეს ბავშვობაში ხო? აი, ფერადი ფანქრები ქონდა, ფერადი პასტელინა. ეხა ფერადი. ამას რომ მოხარჯავ, ოჯახი გადაირჩევ ჩემ წვანებს მეუღლეს ვანდის. იცი რაოდენობა უკვე რა უნდა წავა. ბავშვს აგერ მიცემ აი ამ ჩემ შორს უყარს ძალიან. ძალიან გემრიელია. მაკარონი აი ყველა ფერს ურჩენია. თან არის ძველი ტექნოლოგიები. ეგ ის არის საერთაშორისო ჩემი შვილი აი ძალიან წუნია მაგრამ მაკარონი აი წმინდა ანუ რაღაცა. მაკარონი და შემწვარი კარტოფილი ეგ ორი რამე არის. აი ეს ბავშვს მიუტანე ძალიან გაეხარდება. ეს კიდე ისე მეუბნები თვითონს ესე მატალ. არა, ამ კალათა ხო ვერ დაიტანხმა რამდენჯერ ვარიანტი არ არის კალათა. აი გამაგდები ხელდა. ვეშაპილიც მიყურებს სპონსორი. ბოლო კალათა. საკლა. არა როგორ უნდა ევაჭრო ისი კალათას ნუ მოგთხო და მაკარონს დაგიმატებთ. არა, ვერც მაკარონს ვერ დაუმატებ მაკარონს ბუღალტერია. კი მე საწყობში თავი უნდა იმატო. პესტოები იტალიური ნაღდი იმეთი რა. მეუბნები შეცვალოს დაუშვებს ამიანად. აი ეს რომ მომაწვის რომ გამოვტაცო. დათო პამიდორი ახატია. მოდი დამიჭირე. ბაზილიკი და ზეითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის. აი არ მინდა ახლა გავხსნა და შევჭამ. არა, რა უნდა გავხსნა? იტალია დატრიალდება აქ. დაგიბეკავ, დათო რომ გავსხნი. დაგიბეკავ და რეალებს რა თქმა უნდა. აქ ნუ გავხსნა. ესეც ამას არ მარტო. ტელეფონით მე ხო ვერ ვიგრძნობ იტალიას. დამიცახე. შამეწირა. მომეც გადავდო, მომეც გადშენია, გადავდე. გადადები? ეს ჩემი არა, რომ დავაზუსტოთ. ესემი მაგ? არა. ეს ჩვენია. შიგთავსი შენია. მე მინდა ხომ რომ ყოველთვის ხალხმა დაინახოს რომ აი ესე შელამაზებულად რომ სტუდენტს აძლევს ჩვენ მე ვწვალობთ სათითაოდ და აი ეს მაკარონები და პესტოები როგორ ძლივს მიგვაქვს. ხო, მე გზაში ხდება ვაყაჩაღებენ ესე რომ მიჭირავს. აქ გვაცულია ნამეებს. მოდი თუ გინდა 16-ში მოიტანე ხურჯი. ან რახენი სახნე მანქანა ხო პრინციპში მუშაობს. ესე რომ მოაყენო. მოდი მესამე ნაწილზე გადავიდეთ. მოდი ხო, თორე მესამე ნაწილი არის ბორდ გეიმი, გიორგი. რა ბორდ გეიმია გაგვაცანი როგორ ხდება თაფლი. იცის მარტო ჯანება. ხო და გვეტყვის. ეს არის ბორდვიმის საზრიანი კატა, ნელა. ნაჭო ჩამოიშალა რეპუტაცია ჩამოიშალა. განათლებები. ამდენი კითხულობს და ხო, ჩვენთან იქ დამიждებ პოდკასტში და აი ეს მელაპარაკას ჩვენ არაფერი არ ახარ. ორი სიტყვა მელა კატავენ გაუჩევია და აი წინგდები და 4 ტომი და 5 ტომი და რაღაცა. ესა და კალატოზი მელა. არა, ისა დატო მაციკაძე. ბიჭო საიდან ვერ გამოიტანა აზრი. ორი სიტყვა. ბოლო მელა თუ ახატია კიდევ ბიჭო. ნუ ხო. როგორ ხდება თამაში? როგორ ეს არის თამაში, ცეო არის ვითამაში. სამი განყოფილება. ერთი არის დიდების, ერთი საბავშვო და ერთი ჯერ არ ერთი დაბადება. ანბანი. ამ დავალება წერიაში დიდებისაში ცოტა დიდური, საბავშვოში ცოტა ბავშვი და მესამე განყოფილებაში არის ასოები, იმ ასოზე უნდა თქვა პასუხი აქ გამოსული დავალების.
ვინ იღებს ერთს, ვინ იღებს მოდი შენ დაიწყე თუ გინდა და თან გინდა მე გიხემძღვანელებ თუ გინდა ჩამოვატარ არა, ვიხებგვანელებ, არემ წაიგითხე ხოლმე და ხო ავიღოთ ჯერ დიდების თუ გინდა ხო სერიალი აი ხედავ კარგი, გავიგე სერიალი. მაინც სერიალი. სერიალი ეს არის დიდების? ხო ეხა აქ ამოვა ანბანიდან რაღაცას ხო, და უნდა თქვა იმ ასოზე სერიალი. დაწყებული სერიალი ქართულად თუ მე ამშობ აქ. ქართულად, ქართულად. ეგრევე ვითამაშოთ, ქართულად ახლა დავუშვებ ქართულად. ჩვენ ბევრი სერიალი რო გინდა გავაკეთე. შენ ამოიღოს არა გენდობა დასწრებაზე. დავით, თქვი, რასო? ხ ხევის ბერი გოჩა, სერიალი. ხავლი. არა ხზე არ არის სერიალი. კი ხვიჩა და გოჩა არ არის სერიალი გირდონიც კონგილდონი ფილმია ხალხის ძალა პარტია არა ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ ფილმია ახვიანი ჰოთ-დოგი. ხალიჩა და ახლა ამოიღე რა სხვა ასობგერა რა. ხზე არ არის სერიალი. კი არის. რაღაცა კომენტარებში დაწერეთ ხზე სერიალი ისა ხუჩხი ბედინა. დაიცადე და ხურმა მომღერალი ჩიტია. კარალიოკ ფიჩოპრელჩა. კი, ფურმა არ არის, კარალიოკია. ხურმა მომღერალი ჩიტია. ყველაზე ახლოს ხომები. არა ნარჩიტა კოკაკი სამარცხვინო იუმორი აი რა ხან ხუთმა დიდმა კაცმა გამოიცადეთ ეხა პატარებიდან აი, და. პატარების დავალება მიდი. ოპ ხათა თუთაში. მუსიკალური ინსტრუმენტი რაზე მაგას რა მოასობგერა და იმაზე უნდა მოიფიქრო. ხზე იყოს კეთაზე გითხარ? ღ. ეს არა ქვია. რამზილის სხვა რაღაცა ორგანი. არა ხორმუცევა. რამის ინსტრუმენტი ღინი. არა ღამურას დუდუკი. გამურას დუდუკი რაღა. ხერძულა. არა ღილი არა ღომი. ისა არა ის ნაღარა არის შიგნით არის არ ვიცი. ბიჭო მაგარი თამაშია პასუხებიდან იღებს სპეციალურად რომ გავაკეთო. ჯერობით ეს არის რა ძალიან დიდების, ისევ დიდების. ისევ დიდების პატარებში სუსტები ვართ სუ ღჭზე არა. სპეციალურად აზრობს ქვემოდან, არეული არ არის. სახში დაალაგა ისე ღირს შესანიშნაობა მოიცადე ეს რა ასობგერა ამოვა რა. ღირს შესანიშნაობა არის მაგრამ ეიფელის კოშკი ხო დაუშვი ყზე შეგვიძლია ანუ შენობა ნაგებობა ნებისმიერ. ალბათ ან ჩვენ უნდა შეიძლება არა რას ვიძახი იცით არა, რა დიდი კანი. დიდი კანი დეგუნა მე კი ღირს შესანიშნაობა. ნიაგარას ჩანჩქერი მოსულა დასტა პრიმიჩაჩი. ნოსტი ვენეციის ისა შეიძლება მასკარადი თუ რაღაცა ვენეციის კარნავალი რიოს კარნავალი. ყზე თუ ბუზე ვიძახით მაგას. არა ვენეციის კარნავალი შეიძლება ვურო ამოვიდეს და უცებრო დავიძახო. ხო მაგრამ კარნავალი რო თქვა რა. კარნავალი რომელი? ვენეციის. ბრაზილია. ჰოპ ეგ ბუზი. საიდან ამოიღებს ხო? ჯომოლუნგვა ჯომოლუმა არ არის შეიძლება თა არის ვენეციის კარნავალი ჯოკონდა. გონდა არის კი მამაგეთ. მოვიდა მე წავედი თქვენ გააგზა. ის კალათა გარეთ დახვდა. აჰა დაიდე აჰა ესე თამაშია რა მიდი ეხა დავიწყო ვსო. გამოვიწან. ანუ გამოცნობა შეიძლება დავიწყოთ რა ერთიც გავაკეთოთ, მიდი ან რა ორიც. მოდი სამამდე. ერთი უпростоრად სამი ქულა გავათამაშოთ და აჰა სამამდე. სამამდე. მიდი და სერიასები ამოიღე შენ. დაიწყე. ეს რა საბავშვოა მრგვალი გვალი გვალი. მიდი ჩქარა. გვალი რაზე მიდი ბ გითხარი, ასო ძზე ლეღვი ლოსიონი არა ლამბაკი. გვალი ლამბაკი. ლურსმანის თავი ლამბაკი მე მანამდე. ო და მე მევთქვი ლურსმანის იმიტომ ლამბაკი თუ არ ჩაეტოლებო თავატელი თქვენს მე მევა რა ჩაეთვალა მადლობა. მაგრამ ლუ დავითრია. ეხა მივხვდი. შენ რა ასობგერა? გზნობდით რომ ვერიგებ შენ არ ვიყავით. ნაციონალობა გაია, მიდი. მიდი მოიტა მე დავიჭერ მაგნაციონალ. მარა შენ არ თამაშობ შ შვედი არა, ეს აიღე ნაციონალობა აი. ბიჭო არასაც ავიღე შენ იმას აჩვენებს და მე ხო და მე ჩვენ მე ვაფშე ვერ დავინახე. დამთავრდა რომ გავიგე. აშკლა მისმინე არა არ გესმის ამის გავიგე მაგრამ ეს გიტრია კაი მივხვდი ხო ეხლა გამომგონებელი
მიდი რა თუ ოღონდ კარგად დავფიქრდით. პრიუდოვნი. პრიუსი. პრიუდოვნი. ჯონ პრიუსი გამოიყენა. შენ კარებში შარული თქო. ხო და შენ რატო იძახი? თამაშობ ის. პორნჰაბი. ჯონ პორნა. პორშე. რა გამოიყო? ფერდინანდ მანქანა. გავიდა. დათოს გადაეცა. ფერდინანდ პორშე. შენ თქვი არა არა მანქანა იყო პორშე იყო პორშემ გამოიგონა დააღმე უკან. ცეპლინია. პორშინი. მომიცე კაი, შემდეგი ამოიღე, არ ჩამოართვა. დისციპლინა. ვა, ესეთი რამე ამ თამაშია, ჩამორთმევა არ მინდა. იმიტომ რომ ის იყო. ოპ. რა, იაფი რაღაცა უნდა. ნაწონი. გითხარი ასე. ნაწონი. ბიჭო, ამას ყია მოუვიდა. მეორეს თუ გავარდი. მე აღარ გითამაშებ ეს ამას. ცნობილი შეფ მზარეული. აჰა, მიდი. კონსტანტინი. ნაჭყებია. სულე თუ სახელი შეთანხმ. ვინ რომლით იცი რა? ნაჭყებია და იცი. ნაჭყებია, ლუკა ნაჭყებია. დადუნაღლონდი ჩემი წო მართალია. აუ ეხა უკისე ხალხო დაწყობილია ამას მაწონი სამს გახდი? არა ორს ესე ისე, ლაბაძეს წარწმეულები უდევ. მოყარული ქულები უდევ. შვედიც მაგდა ნაციონალობა საბავშვოში ხო არ შევიხედო? მიდი შევიხე აქეთ არის საბავშვო. ეს არის ოღონდ ეს არის საბავშვო. რაიაც მოასწრო. ეს დიდები რა სასატირე ისინი დიდები ოი, მაგარი აჭრილია. ძალიან მარტივია სხვა საბავშვო მოემზადეთ ბოსტნეული. აი ერთ ხახვი. არა ჭარხალი თუ იყო რისთვის ემზადებით? წინასწარო ხო თუ ამოხავ. ნიორი. ჰალაპენიო მართალია. ბოსტნეულია? არა, წიწაკა. არ არის ბოსტნეული. აღჩეული. მან ის არის რა ძალიან ეხლა რაღაცა ეს ხო არის ძალიან ბევრი სააქში. ძალიან ბევრი შეგრეხი. ეგ არის ორმაგი დაბლ რაღაცა ჰაიტური ისა ხო არ ბულგარული კომბოსტ ციცაკა ჰაიტური ციცაკა მაგარი მომზადებული ან სხვა ასობი რა მოიღე. ჰელოვინის ყვახი. ვა, ყველაფერს კადრულობს ხია. ყოველთვის მაღლა. უხალი რაღაცა. თვითმფრინავი. თვითონ ხანდახან მიწაზეც. გავი ყოველთვის. არა, ყოველთვის მაღლა თვითმფრინავი არ უნდა თვითმფრინავი ვერ უნდა ამ საჰაერო ბუშტი რა მოახალია მაშინ. საჰაერო ბურთი, და რაკეტა ის რო დაგაბ. გრუბელიც ახლა მთაზე რო ხარ კვებოთი. თვითმფრინავი გრუბელი. არა, ანუ რაც გაფრინავს არის ახლა. ეს აფრინდაში რაც იგებს ვარსკვლავი. დირიჟაბლი. კი მართალია ვა, ნახე. კარგი ხარ დაიდოს დირიჟაბლი დაიდოს. ესე. ასოე გავაწყეს. ეხლა ისევ დიდებში გადავიდე. ორი აქ იმას, ორი იმას, მე ერთი თეთრ გვაქვს მე ახარეს. პოლიტიკოსი. აი ეს თუ ხა არ იჩქაროთ. დაფიქრდით კარგად. ს ვ ვალერი მე ვთქვი, ვალერი მე ვთქვი შენ თუ ვალერი არა მე ვთქვი ვალერი. ვალერი ლეონტიევი. ვალერი ყარასხელია. აუ რა გაიხსენა. და მე ვთქვი და ეხლა მაშინ გვარი თუ გჭირდებოდა, გვარი გეთქვა, წეღა. არა. წეღა ვთქვი მნიშვნელობა არა, სახეს და გვარს. ვალერია ნადვაძე. ნუ ვიცი მე. არა, პირველი ამან თქვა. მნიშვნელობა არა, იმან სხვა ვერსია კითხვა, მაგრამ პირველი ვალერი. ანუ ხო თქვი, გვარს რატო იძა? არა ხო თქვი მე ვალერი, მაგრამ ხო თქვი და მე გვარი მოვაყარე. ერთი წამი შენ შემოგევლე წეღა არ იყო მნიშვნელობა არა. არა იცი რა გადაღებულია და მოდი გავაუქმო და გვარვუზე უზე დაწყებული გვარის პოლიტიკოს ვინც იტყვის ის მოიგებს. აბა 1 2 3
ვაჩეიშვილიც არის, მაგრამ იყო. ვაჩეიშვილი პოლიტიკოსი იყო. იყო. არის, განმშრალობა აქვს. არა. მე რატო არ ჩემი არ ისმის? ვაჩეიშვილი პოლიტიკოსი კაცო. ვაშინგტონი არ იცოდით? ჩვენ ქართველები. უცხოელები შეიძლებოდა. ვაშინგტონი კი არ არის, უოშინგტონი. ვლადიმერ პუტინი. ასევე. აბა რა ხდება? ვიცი. ორი. ავიცი რითი ჯახილი და გაწევ გამოწევია რა იცი ეხა ბოლშემენ შეწავიდა. ოროს მეურო. რა ითქვა რა არის? კავშირშია ამინდთან. ყველაფერი შეიძლება დაკავშიროს წვიმა დათო. ეს სახსრები. წვიმა. სახსრები მაგარი. წვიმა. ისე მოსაცმელი. ცუდი ამინდია მოიწვი რაღაცა. არის ბატონო. მოტორი. არა, ამ მოღრუბლული. აჰა. ამაც არა, გაუხმდათ არა. რო ფიქრობთ ერთი მოღრუბლული. გაუხმდა ამისი რო ვიფიქრე. გაუხმდა. მე თულება პათოლოგიური რა ხდება? მათ სხვა მოიღე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით რომ გაუხმდა. ხო, აი ხუნა. დათო ბოდიში მეც არ ვიცოდი. მე ახავი დავსტოპდით. ჩვენ დავსტოპდით. წეგან უკვე ამოსულია ვასო დასტოპებული. აიმე რატო და რატო? კავშირში ამინდთან. ტალახი. აროსი. გაუგდეს რა არ ვიცოდი და თავიდან არის. ვინ თქვა პირველი ამან თუ მეტაროსი. ტალახი ბიჭო. უცენზოდ აროსი, ტაროსი. მე ტრაკი. რაკიც მოსულია, მაგრამ ჩემზე გვიან თქვენ. არა, ამიტომ ტაროსი იგებს. ტალახი შენამდე. მე ვთქვი ტრაკი. მე მაინც გადავხედავ ვინა და ზე არ იყო მისული რომ მე ტაროსი და კატეგორია მოვიდა ხან. აი გეჯო, მე ვაფშე ახალ კატეგორიას ვიღე, არ დავფიქრებულა. გაუხმდა. მე მაგიტო არ მივიღე მონაწილეობა მეორეში ახალი აი კატეგორია. ხა ვიცით ყველაფერი, ახალი კატეგორია, ახალი ასო. ოდიში ახალი კატეგორია გიორგი. და რა? მოიწევთ, ნუ იქნე. რა. აი მე. ამას მოუყურებ თქვენ. ანუ ქართულად კუჩხი ბედინერი. კუჩხი ბედინერი. ელემენტია ქართულად. კუჩხი ისინი ბედინერი. ჩამოვიდნენ თიდან. კუჩხი ბედინერი. ჭი. ჭიოლა. ჭიჭრა. ჭიოლა. სიზახტინა. ჭიჭრა. გაიჭედე და ჭიჭრა კამე. სპექტაკლია. ჭიჭრა ფილმიც არის. არა არის ფილმი. ჭიოლა. ჭიჭინა. ფეოლა სანამ იყო ან ჭიჭინა. ჭიოლა იყო. უნდა დაისწრებს. იმან თქვა ჭრიჭი. არა მე ვთქვი ბიჭო. მე ვთქვი მე. იმან თქვა შენა. აი მე ვთქვი აი ამას. აძმა. ჭირვეულის მორჯულება არის, იცი? ჭიჭინა უფრო მოკლეა. არა მაგას ვთქვი, ადა დაჭამეს ერთმანეთი ჭრიჭინაზე. ჭირვეულის მორჯულება. რა სიძახი, არ მიდა. ბაზრობაზე. იყიდება ბაზრობაზე, ყველაფერი იყიდება. ხუთამდეო. სწრაფად მიდის, ხუთამდეო არა, ვთქვი. ხუთამდე თამაშობთო ეგრე იტყვა გულში. ფილმი ჭიჭრაკა ნამდვილად არსებობს. ეს არის 1965 წელს გადაღებული ქართული სატელევიზიო მხატვრული ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ჩემზე ადრე. აი ახალი პრობლემა წარმოიშო. მაგრამ თურმე ის სპექტაკლი აქვს გადაღებული. ხოლო ხუთამდე თამაშობთ რახან სწრაფად მიდის, ამერე გულში მღეროდაო ეგრე გამო. ხუთამდე თამაში. რა ხდება ვინამდე? ხუთამდე. მე მაგ ერთი და ნახდი. ორი ერთი. გამიუქმეს, მეორე მქონდა და გამიუქმეს. აი იმიტომ რომ გამიუქმეს. აი ხა შენ ესეთი მიეცი ამას. ორი ხო გექნება, გადავყარო და თავიდან დავიცი. კაცურად ჭინკჭაკაზე დაჭრა კაცი და. იყიდება ბაზრობაზე. იყიდება ბაზრობაზე. რითი უნდა დაბლოკო არ ვიცი. ო, ომბალო ბაზარი. ბაზრობაზე არ იყიდება ბაზარში. არა, ბაზრობაზე იყიდება ომბალო. რა? არა. ომბალო იყიდება ურსათის ბაზარში. რა მნიშვნელობა შენ არის? შემდეგი თქვით, ონკანი. ონკანი. კი, არ იყიდება. ონკანი იყიდება? აი სანტექნიკის მაღაზია. ქათალიკი ბაზრობა. ელიავას აი ხარ გავიდე იქ წვალის ვერ ვიშოვი ამ ბაზრობაზე. ვერა. რას ვერ ვიშოვი? წვალის ახლოს შევიდე ვერ ვიშოვი. მოღრუბლული რომ მქონდეს. მაგრამ იმას ეკუთვნის, კაი, ჯანდაბას, იმიტომ ჩვენ მოდი ამ თამაშის სერვერი გავაკეთე. ეს 300 კაცი რა შემოწედა. იქნება დედის გინება.
ჯიბეში ჩადება შეიძლება. ქთანი ონკანია. სიგარეტი ასათი. თუ ტრაკ ტელეფონი. იღებ ხმას. არიღებ. ლაბაძე ოპა, რასვები მაგ იხელთა დრო იმაში რომ მე უბრალოდ წამომც და ტზე სხვაასო რა გინდა? სადდებს მე რა სიტყვას ვთქვი. ტრაკი. უკვე ჯიბეში ხოდებს. არა, შარვალში ან კაბაში. ტრუსიკიც მაქვს. არა, მაგაზე იხელთა რომ სანამ ვაჰაჰა იყო ტელეფონი თითქოს თან გაგვაჭ. ესე მოვაკეთებ ხოლმე ის თვითონ ჩერდები. მაგით ფაკეთე. მე მივხვდი ამდენ. აი ეს ვაკეთებ ველოდები რომ რაღაც და იძახი. აირი. არ შეიძლება. შემდეგი რა? ოპ მომღერალია, ოღონ გვარი უნდა თქო. აი რო და მე რო არის. წურწუმია მეტი. ვალერი რო არის იყოს მე. მელაძე. წურწუმია მელაძე. ბ. ლეონტი. უცხრიკიძე. ბარათაშვილი. არა, ბარათაშვილი არა. ბარათაშვილი არ არის. ჯაზმენია, ჯაზ. პოპ მომღერალი არ პოპი არის. არ არის, ჩამოერთვას. პოპ მომღერალია. ჩამოერთვას. დააბრუნე უკან. ამდენი თქვით ბუზე. არა, ერთ ეგრეს ნუ მიკრო. არა, ამას აღარ შეუძლია. სანამ გავკეთ ნინი ბადურაში. ბიჭო. თქვენ კიდე გასინიან. გამხეცკბილებული. და ის აქ ის არ მუშაობს მოღრუნულზე გვეკონა რომ გაჩერებული. იგივეს არ უნდა შეძლოს, იმიტომ რომ ტყუილით მოიპოვა პირველი. მართალია. და ჩამოერთვა. მე თქვენსავით დაბიო არა ვარ. დააბრუნე. გადი და მე ავიღებ. არა. მაშინ ის დაუტოვოთ პოპ მომღერალი. გადა სხვა ასობდია. კი ბატონო. აი ეგრე. ისევ შენ გაკუპირატესო. რატო? იმიტომ ნაფიქრი აქვს მაგაზე და ერთხელ გამარჯვებული. მიდი. ბუზე ორი მოგასწროთ. ძუ ძოწენიძე, ნინო ძოწენიძე. ჭი. ჭოხონიძე ხანდეკო. არ არის, მომღერალი გაანებია ქართულს მომღერალი სწავლი. ალბათ ჭოზე მიდი ესპანელი მითხარი. ისა ჭირაქაძე გია. თამრიკო ჭოხონიძე არის პოპ არის მომღერალი. ჭირაქაძე კაი ერთ-ერთი მოიკოსებ. ბიჭო, თავანი სხვა ის ვითამაშოთ. ორჯერ ამიღეს და ორივეჯერ ორ-ორი ითქვა და მოგვიგონა. მაინც მომღერალი. ხო ვითამაშოთ კი არა, ეკუთნის არის ეგ. რამენაირად რომ ჩაუჩერა დაში. რატო ადამიანი ამდენი შეუულია? გაქვს? 4. ერთი წე ეგ არის, ანუ იქო თუ აიღებს ერთ, 5-მდე. ეხლა ნუბალეში ყოფ. კავშირშია დასვენებასთან. ო, ზღვა. დასვენება თუ გასვენება რა თქვი? დასვენება. მთა. რილექს. თა. ესენ თუკი. კურორტი იყო თავის კავშირში იყო. დასვენებასთან ეგ. ორჯერ ვარ ნამყოფ. მოიგო იქო. აი, წავედი მე. ეზო მაინც გეფად. არა, ეს ეზო ჩვენ ეზო კი არა, ევერ მოვასწრე. ესენ თუ კი დათქვამიქონ. ესე სისწრაფეზე თამაშები. არ არის გულის მახია ყველაფერი. ჩაწყობილი ქონდა, ამას რო ჩაწყობილი ქონდა ყველა მიხვდა მაყურებელი. ეს ეხლა მიხვდი, ვერ მიხვდით. ერთქვა. გასვლით თამაშებში ვერ ყოფილა მაგარი. თავისთან კი ვერ მოუგებრო. ხო. აკრა მოგიგეთ თქვენ ხორასაობ. თელი სისტემაა ფეხი კატკობილი. ფეხს უკანავ და მორზით უკანახობდა. რა იქნებოდა შემდეგი ასო, მე ყველაფერს ხედავდი. აი, როგორი ის. მადლობა მოკლედ ჩვენთან რომ იყავი სტუმრად. მეც მადლობა. წარმატებებს გისურვებ. თუ მოვახერხეთ და იქით მოვხვდით სერვერზე შემოგივლით. 16-ში გელოდებით მართლა. რომ გვიცნო, სერვერზე რომ გვიცნო, ხელში მეჭირება გაზეთი. ლაივზე ხარ ნამყოფი? არა. კაცები ლაივზე. წინაზე გამომიგზავნე და ვერ მოვედი. ხო და მოდი ახლა. ეხლა წამოვიდე. აჩიკოსაც მიცემ? ვეთქვით, თუ არ წამოვიდა, სხვას წამოვიყვან. შეო. მოგვარებული. ყველა რატო დავკარგო 50 ლარი. ბოდიში 60. არა, გადამყიდველები 10 ლარი დიაბატყიდით. აჩუქარ ბილეთებს. მაგრამ დაამატე 10 ჰოთ-დოგი აჭამე, შეგინდ უთხარი ამას მე უფასო. ლიმიტირებული არის ჰოთ-დოგი. არა, რამდენი გიაჭა? კი, მერე შეგიძლია ჭამო. ლიმიტირებულია? მართლა, ლაივამდე ლიმიტირებულია შენი ფიზიკური შესაძლებლობებით აითვისო ჰოთ-დოგი. ვინმე ბომჟი არ წამოათრია. მშიერი. არა, შენ იყოს ბომჟი. რაღაცი მან. მაგ პრინციპით რომ მოიყვანა 3 მაგარი მჭამელიდან. ვა, იტო, ხო, მაინტერესებს. სიამით გვინო რომ მოაქვს. მისაყოლებელი სოკები, კარგი. მე ჩემი გეგმა. მოკლედ, წარმატებებს გისურვებ. მადლობა თქვენ. მანქანის დამთავრებას.
აუცილებლად გათხოვეთ მაგ მანქანას. იმასკენი. ოღონდ დაცლილი გვათხოვეთ. არა, დაცლისა და წადით გასვლითი გადაიგეთ და როგორ მოგეწონება. აა მართლა? ხორცალი ეგრე უკნა. შენ წამოხვალ? რა არის იმ რულზე რო შენ დაჯდე. შეიძლება ძღოლი გიდეკ და რა ცე ამას რომ იმეტაკოს რაღაც არ მინდა და შენ დაჯდე. არ მიგეტაკება. არა, იმენა არ არის ეგეთი. ითამაშება. ქალაქის გასასვლელში გაგიყვან იქიდან წად და გასასვლელში დამიტოვეთ და მე შემოვიყვან მე. მარტო ტრასაზე რომ მოგიწევს სიარული ავტობანზე და ქალაქი. აი, მორჩი და გავაკეთოთ. იქიდან ვერ გადახვალ ავტობანიდან რომ გაუსვა გაასვა. მოკლედ, ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ერთი კვირის გემშვიდობებით, ნახვამდის.